მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ისევ თბილისის ზღვაზე, მაგრამ ამჯერად ნავიდან ვითევზავებთ. მე და ჩემი ილია, აგერ, ამოვედით. ილია პირველად არის ნავით სათევზაოთ. იმედი მაქვს, რომ შედეგი გვექნება და მოეწონება თევზაობა. აბა რა სიტყვი ჯიგარო. ჯერ არ დაუჭერია, ეხლა დავიწყეთ მოკლედ, შემოვედით. სპინინგით ვითევზავებთ თავისთავად ხელოვნური სატყუარების გამოყენებით და ქორჭილას დაუმიზნებთ. ვითევზავებთ ულტრალაითი ჯოხებით, 5 გრამამდე და 8 გრამამდე ვერსიებით. 4-5 გრამის სიმძიმე გვექნება გამოყენებული, სხვადასხვა სატყუარებს გამოვიყენებთ და ნახოთ ერთად მოკლედ რა გამოგვივა. აუცილებლად დაალაიქეთ დღევანდელი ვიდეო, ჩვენი არხი გამოიწერეთ, ზარისგლაკი გააქტიურეთ და დავიწყოთ, ხო? დღეს მე გამოვიყენებ იგივე ჯოხს, რაც წინაზე ვითევზავე ამ ვერსიით. ეს არის 5 გრამამდე აზურას კენშინი. საკმაოდ კარგი ვერსია არის, ჯიგზე სათევზაოთ. 2.29 არის სიგრძეში, 2000-იანი კოჭა მექნება ლეგალისი. წნული დიეზი 0.3, ფლუოროკარბონის სადავე აუცილებლად 50 სმ სიგრძის და 0.17 მმ არის ამ შემთხვევაში. 4 გრამი სიმძიმე. ესეთი ოფსეტური ნემსკავი რო ბალახში არ შევიდეს და შიშკა იგივე ტანტა კარამელის ფერის. ილია შემთხვევაში ესეთი Blackfire-ი ფლაგმანის ბრენდის 2.8 გრამამდე. ეს არის უნივერსალური ჯოხი, როგორც მყარსატყუარებზე, ასევე ჯიგზე შეიძლება ამით თევზაობა. 2000-იანი კოჭა Daiwax XLR-ი, საკმაოდ კარგი მოდელი არის ესეც, იაპონური ბრენდი არის Daiwa. დიეზი 0.9, ანალოგიურად იგივე სატყუარა, 5 გრამი სიმძიმე. ესეთი აღჭურვილობით ვართ მოკლედ დღეს წარმოდგენილი. ნახოთ რა გამოგვივა, გაისროლე მამი. ილიას ხოთაშორის საკმაოდ კარგად ისვრის. შვენიერი ჩაგდება იყო, მიუშვებს კარზე ჩავიდეს და მერე გაატარე როგორც სტანდარტულად ვაკეთებთ ხოლმე. Start recording. Bravo Ilya, bravo. Bravo, ნელა, всё, საკმარისი. მოუშვი ძუა ცოტა. ძუა მოუშვი, ეგრე არა, ფრიქციონი. კი ბატონო. კიდე მოუშვი, რომ კარგად ჩამოვიდეს. ნახე, ჯოხი სიგრძე უნდა იყოს. ეგეთი, კოჩილიუს. არა უშვის, პირველი უნდა გაგეშვა ისედაც. შვენიერი, მოგცემ ახლა ვენაჭერს არ გაიწმინდა. აბა როგორი იყო? ძლიერი იყო. კარგია, ხო? შემომხედე კამერაში. აბა ჰე, წავედი, შემდეგი ჯერია. Start recording. დავსვით, კარგი ზომა ჩანს. დიახ. კარგი ზომა. კარგი ზომა. ქორჭილის რა სიგრძეა, მაგარი იბრძოლა სხვათა შორის და საკმაოდ დიდი ხანია ვცდილობ თევზის დაჭერას და სანამ პაუკი არ დავაყენე, იქამდე თევზის რეალიზაცია ფაქტიურად არ მქონდა რა. დავიწყე შიშკათი, ტანტით 1 წელი დავიჭირე და მე ძალიან გაპასიურდა მაგაზე და როგორც ყოველთვის რა. ყველაზე მაგარი გამოსავალი თევზის დაჭერისთვის არის პაუკი, იგივე ობობა ქართულად, ფანატიკის ბრენჩი. ეს ძალიან მაგარი სატყუარაა მოკლედ რა. არის დავსვით. პატარა ზომა უნდა იყოს. არის ბზის ფაქტიურად. მოდი ქორჭილი. ანუ შედარებით პატარა ზომა. ძალიან პატარა არ არის, მაგრამ შედარებით პატარა. ეს გასაშვები ზომა, რამდენიმეს დღეს აუცილებლად წავიღებ. მე და ილია მერე მოვამზადებთ, ხო? ეს ზომა გასაშვებია, ისევ პაუკზე დავიჭირეთ. მოკაჩული.
ესე მოკაჩეს დაარტყეს ჭიგრიმა და მოკაჩული დამიტოვეს. და მოკაჩული როცა არის აზრი აღარ აქვს, აუცილებლად უნდა გაასწორო და ახლიდან გადააგდო. მარჯვენა მხარეს სადაც ვისვრი, იქ ვიპოვე თევზი. ორი გატარება ზედიზედ დარტყმა იყო, ერთი რეალიზებული, ერთი ავაცილეთ. შესაბამისად მივყვებით იგივე ტაქტიკას. ეგ არის მნიშვნელოვანი სპინინგი თევზაობაში აუცილებლად რომ ნავით მით უმეტეს თუ სპეციალური საძიებო ეგრეთ წოდებული ეხოლოთი მოწყობილობა არ გაქვს და თევზს ვერ ეძებ მასე, გიწევს რომ ნავით სხვადასხვა ადგილებში ხშირად გადახვიდე თუ თავისთავად არ ურტყავს და ვერ იპოვე ქორჭილა. ამიტომ უნდა გქონდეს ესე რომ ვთქვათ ხშირი ადგილის ცვლა იმისთვის რომ იპოვო აქტიური ქორჭილა, სად დგას მაგალითად. როდესაც დადგები ნავით, მუდმივად ერთ წერტილში არ უნდა ისროლო, მაქსიმალურად უნდა დაზვერო 360 გრადუსით ყველა წერტილი, დაბალი წყალი, მაღალი წყალი, აი არ აქვს მნიშვნელობა სად ისვრი, თავარია რომ სადღაც ქორჭილა იპოვო. როგორც კი გექნება ერთი ჩარტყმა, ეგ იმას ნიშნავს, რომ იქ გარკვეული რაოდენობა დგას, იმიტომ ქორჭილა არის გუნდური თევზი, ერთი ცალი არასდროს არ დადის. შესაბამისად, ერთი ჩარტყმა გექნება თუ არა, აგრძელებ მოკლედ იმ წერტილში თევზაობას. როგორც კი გაჩერდება საერთო ჩარტყმები, მერე გადადიხარ სხვა წერტილში. თუ იმ ადგილებში, სადაც დგახარ, აღარ გაქვს საერთო ჩარტყმა, ავით 15-20 წუთი მაინც, აუცილებლად ეძებ უკვე სხვა პერსპექტიულ ადგილს, გადადიხარ ნავით, ერთი 100 მეტრით შეგიძლია გადაიწიო 200 მეტრით და ცადო სხვადასხვა სიღრმეებში, სხვადასხვა ადგილებში. Are. Antija ქორჩილებს. პატარა ფარგა დავიჭირე. პატარა ფარგა. აი, გაუშვათ. წადი ბიჭო, წადი. ძალიან კარგი. ილიამ თევზი დაიჭირა, ძალიან ახლოს არ მოიყვანო, ანუ ზუა დატოვე რა ცოტა. კაი ბიჭი, კაი ბიჭი. ნელა, არ გეჩქარეო. всё, ამოწი. კაი ბიჭი. всё. აქეთ გადმოწი. აი ეგრე. ბრავო. აბა რა. ბრავო. კაი ბიჭი. ძალიან არიჩქარო. ბრავო, კაი ბიჭი. კი, კაი ბიჭი. ნელა, всё, ამოწია. ნელა, ჩემი ისიც არის. ნახე, აი მაგას გეუბნები. ჯოხი არ გატეხო ახლა. კარგი ერთი წა. ესე. ამოწია. მიხვდი, ანუ ძალიან ამოკლებ ხოლმე შენს წნულს და შესაბამისად გიჭირს მე როგორ თევზის მოხსნაც და უნდა ზუსტად იგივე ზომა უნდა დატოვო ძუა რა ზომაც ჯოხი არის რა რომ არ გაგიჭირდეს. დაჭდა? არის ქორჩილა. ბატონო. საკმაოდ კარგი ზომის არის ხოთა შორის. საკმაოდ კარგი ზომის არის. ესეთი ლამაზი ქორჩილიუსი. ბრაზიანი. შვენერი. მეგობრებო, მოკლედ გვაქვს შემდეგნაირი სიტუაცია. სადღაც 4 საათია უკვე ვთევზაობთ, თუმცა არც ისე კარგი შედეგი გვაქვს. პირადად მე დავიჭირე 4 ქორჭილა და 1 ფარგა. ილიამ დაიჭირა 4 ქორჭილა, რაც საკმაოდ კარგი შედეგია ილიასთვის, იმიტომ რომ ნავიდან პირველად თევზაობს და ანუ ქორჭილაზე ალბათ 1/5 თევზაობს. საკმაოდ კარგად ისვრის.
კარგ მანძილს ფარავს, კარგად ატარებს და თევზიც კარგად გამყავს. ნუ თავისთავად ბევრი რაღაცა აქვს კიდევ სასწავლი, თუმცა დასაწყისი ძალიან კარგი აქვს ილიას და იმედია რომ მომავალში უკვე ტურნირებზეც იასპარეზებს. დაგირტყა? ააცილე, არა უშავს. ამოიღე ახლიდან გადააგდე. ცოტა ხანი გავაგზავნებთ სადღაც 9 საათი კიდევ თევზოვას, იმიტომ რომ ვიპოვეთ რაღაც წერტილი, სადაც ჩარტყმები 100 თუ ისე არის. ილიას ურტყავს თევზი. კიდევ ერთხელ უნდა გთხოვოთ რომ გამოიწეროთ ჩემი არხი, გააქტიუროთ ზარეზღილაკი, დღევანდელი ვიდეო დაალაიქოთ, რათა არ გამოტოვოთ ახალი და კიდევ უფრო საინტერესო ვიდეოები. ახლა გავაგრძელოთ, ცოტა ხანი კიდევ წავითევზავთ და ნახოთ რა გამოვა.